მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ ალპურ მცენარეთა კვების რეჟიმი. კვება საერთოდ ცოცხალი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია და მაღალმთაში იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირად რესურსების სიმწირე ძალიან თვალში საცემია. მაღალმთაში მცენარეთა გავრცელებაზე, მათ პროდუქტიულობაზე უდაოდ ნიადაგის ნაყოფიერების ცვალებადობა ზემოქმედებს. ეს ცვალებადობა ხშირად ერთიდან რამდენიმე მეტრის სივრცის ფარგლებშიც კი ძლიერ მერყეობს და შეიძლება ეს განსხვავება ექსტრემალურიც კი იყოს. ამ სურათზე ჩვენ მოცემული გვაქვს ტყის ზედა საზღვრის ზემოთ, დაახლოებით 2400-2500 მეტრის ზემოთ, კიდევ 300 მეტრით ზევით მდებარე ტერიტორია. და ეს მისი ფოტო და მისი დიაგრამა თავისი პროდუქტიულობით. დიდ სიმაღლეებზე, მით უმეტეს ძალიან დიდ სიმაღლეებზე, საკვებ ნივთიერებათა მკვეთრი გრადიენტები განაპირობებს მნიშვნელოვან განსხვავებას ბიომასასა და სახეობრივ შემადგენლობაში. ანუ თუ საკვები ნივთიერებები ნიადაგში თუნდაც მცირე დისტანციაზე განსხვავებული კონცენტრაციით არის, მაშინ არათუ მცენარეთა პროდუქტიულობაში შეიმჩნევა სხვაობა, არამედ სახეობრივ შემადგენლობაშიც კი, იმიტომ რომ იქ სადაც ღარიბია ნიადაგი, სხვა სახეობები სახლობენ, ხოლო მდიდარ ნიადაგებზე განსხვავებული მცენარეები. ამ სურათზე ნაჩვენებია ერთგვარი მთებით შემოსაზღვრული ერთგვარი დეპრესია, სწორი ადგილი, რომელიც შუაში, ვინაიდან მთებიდან ჩამონადენ წყალს გასასვლელი არ აქვს, ამიტომ სადღაც შუა ადგილას ის გროვდება. და იგი ამ ფერდობებიდან ჩამონადენი ნივთიერების ერთგვარი რეზერვუარია. ნალექების რაოდენობა ამ ადგილას 1200 მილიმეტრს აღემატება წელიწადში, ეს მაღალ ციფრად ითვლება და ამიტომ წყალი ამ ნივთიერებებით, საკვები ნივთიერებებით საკმაოდ გაჯერებულია. აი ჩვენ ხედავთ იგივე ადგილის დიაგრამას და გამოხატულია სხვადასხვა მცენარეულობა იმის მიხედვით, აი წყალში სხვა, წყლის ნაპირზე, შემდეგ ფერდობებზე განსხვავებული. მაგრამ საინტერესო და მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ძლიერ იცვლება პროდუქტიულობა. ციფრები დაახლოებით სულ მცირე დისტანციაზეც კი, აი თითოეული ეს სტოლბი შეესაბამება ამ ადგილიდან აღებულ მცენარეთა პროდუქტიულობას გამოხატავს. და ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან სერიოზული განსხვავება არის სულ მცირე დისტანციაზეც ამ შემთხვევაში.